გამოწერილი კოალიციას ხლებებისთვის წევრი. მოგესალმებით ბატონო. გამარჯობა, მოგესალმებით. თქვენი შეფასება იმ ამბების, რაც ხდება, იმ სკანდალის, რაც ჩვენ მივიღეთ, ხელისუფლება ტრადიციულად უარყოფს და ამბობს, რომ არანაირი ასეთი ნივთიერება არ გამოგვიყენებია, ეს არის ჭორიკნობა და ასე შემდეგ. თეორიულად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მართლები არიან ალბათ, არ ვიცი. ხო, უფრო მეტიც გამოძიებაც კი დაიწყეს, ხო და დაიბარეს ადამიანების უსში, ვინც რაღაცა სახით მონაწილეობენ, მათ შორის ექიმები, რომლებიც არიან არა მხოლოდ იმიტომ დაბარებულები, რომ მონაწილეობენ ფილმში, არამედ ჩაატარეს კვლევა სრულიად სამეცნიერო მეთოდოლოგიაზე დამყარებული. ხო, ნუ ასეა. ამიტომ მან ერთ-ერთმა მათგანმა, ვინც დაბარებულია სუში, ესეც კითხვა, რომ ეს ერთის მხრივ მას ედავებიან იმას, რომ რატომ ჩაატარა ეს კვლევა, ანუ ეკითხებიან რატომ ჩააბარე. ანუ ეს ერთი არის ის, რომ ნახეთ როგორი სიტუაცია თან წამლავენ და თან მერე იმის უფლებასაც აღარ გაძლევენ, რომ ეს რაღაცნაირად გამოიძიო. მე ვფიქრობ, რომ ეს აი აქედან დავიწყოთ მოდი საუბარი, მათი ეს რეფლექსია, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების გულისხმობ, ქართული ოცნების რეფლექსიას, ეს არის შიშის გამოხატულება, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რომ BBC არ არის ეს ხელწამოსაკრავი, როგორც მათი იმედია თუნდაც, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, აი ეს გამოძიებაც შეუბრუნდებათ მათ პირიქით, მათ საზიანოდ იმუშავებს, იმიტომ რომ ეს კიდევ უფრო მეტი ხალხის ინტერესს გამოიწვევს, ხო, ეს რაღაცა საპასუხო რეაქცია BBC-სთან მიმართებაში და BBC-ს აუცილებლად ექნება საპასუხო მათგან განსხვავებით და მათ ტელევიზიებისგან განსხვავებით, რომელიც მართლაზე დაპირული და ჭორებზე ორიენტირებულია. დარწმუნებული ვარ ასევე იმაში, რომ ნუ ხო მე ფაქტიურად ვცხოვრობთ ქუჩაში, ხო, ყველანი ვინც ამ პერიოდშიც მანამდეც და არაერთი დარბევა გვინახავს, არა მხოლოდ ამ ერთი წლის განმავლობაში, არამედ მანამდეც და ზუსტად ვიცით რა როგორ მოქმედებს და ფაქტი ერთია, რომ განსაკუთრებული იყო რაღაცა იქ რაც ხდებოდა. ხო, ნუ მე არც ქიმიკოსი ვარ, არც ექსპერტი, რომ ამას რაღაცა ამ სახით დასკვნები გავაკეთო და სახელები დავარქვა, რაში რა იყო შერეული. ფაქტი ერთია, რომ ეს იყო გადამეტებული. უფრო მეტსაც გეტყვით აქ ნახეთ ქართული ოცნება როცა მოქმედებდა ქუჩაში ჩვენ იქ ოფისი გქონდა თავზე გადმოყურებდა ასე ვთქვათ ბესიკის ქუჩაზე და ყოფნა იმ ბესიკის ქუჩის ოფისშიც კი შეუძლებელი იყო იმ პერიოდის განმავლობაში იმდენად მომწამლელი სუნი იდგა რა დაკეტილ ფანჯრებში აღწევდა. ანუ მე ისე თქვა მინდა იცით რომ ერთი თქვა დაველოდოთ იმ გამოძიებას და დაადგინოს რა ქიმიური შემადგენლობის იყო ის წყალი კონკრეტულად, მაგრამ მოდით ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ნამდვილად ვიცი და რაც ნამდვილად ნახეთ. ანუ პირველი დარბევები 3-4 ტყვიით ხდებოდა, ანუ ტყვია დავარქოთ, მოდი ის რაც პეთქდებოდა, ანუ 3 კაფსულაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ხალხი 100.000 ადამიანი, 10.000 ადამიანი დაშლილიყო და ამ ადამიანებმა მერე რომ ნახეს, რომ ამ ხალხს ვერ ერევიან, დაიწყეს გამოყენება 10 და 100 ასეთი კაფსულების, ხო? გახსოვთ ის კადრი მე ჩამწკრივეს სიგანეზე რამდენიმე წყებად მომიტინგეებმა. უბრალოდ მე ვისწავლეთ აქ ვადაპტირდით ჩვენს და ვისწავლეთ მისი ჩაქრობა. გახსოვთ წყალში ჩაგდება და ასე შემდეგ. ამიტომ ვეღარ გვერეოდნენ და დაიწყეს ამის გამოყენება. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, არაფერს. ეს ერთი BBC ჩემთვის არის ავტორიტეტული, სხვათა შორის თუ წინა პერიოდებსაც გავიხსენებთ, ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვისაც იყო, როცა მათ ჭირდებოდათ, BBC ერთ-ერთი ავტორიტეტული იყო და იყენებდნენ კიდეც. ამდენთვის კი კანონი მიიღეს მაუწყებლობის შესახებ. შეცვალეს BBC-ს სტანდარტის მიხედვით შეცვალეთ. ხო. თუმცა ეხლა ამბობენ, რომ აი ტრამპისთვის ბოდიშის მოხდა რომ მოუწიათ და ხო, ნუ ეს ძალიან მარტივია. ფაქტი ერთია, რომ რაღაც ძალიან საშიშ ელოდებიან, ეს ეტყობოდათ კიდეც, სახეზეც ეტყობოდა სხვათა შორის. ეგრეთ წოდებულ პრემიერ-მინისტრს, იმიტომ რომ იცის ეს რა დონეზედაც მივიდა, არ არის გამორიცხული, რომ მისი ასე ვთქვათ თანამდებობაც ამან შეიწიროს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილისთვის თავი არის, მან აიცილოს ეს დარტყმა ახლა რაც მიადგება, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, ეგ ყურს უკან გრძნობს ბიძინა ივანიშვილი ბრიტანელების სანქციებს, რაც იქნება ძალიან მძიმე მისთვის, აი ეს ერთი ვიცით ჩვენ უკვე დასანქცირებამ რა გამოიწვია თითქოს ერთმა უმნიშვნელო სანქციებმა, ხელი აღარ მიუწვდება $700 მილიონ და რაც არ უნდა დამალოს ბიძინა ივანიშვილმა ეს საკუთარი ემოციები ამაზე რომ თითქოს არაფერს წარმოადგენს მისთვის ეს ფული ძალიან კარგად ვიცით რომ სხვა არაფერი აინტერესებს მას პირდაპირ ეთერში არაერთხელ აქვს ნათქვამი რომ საქართველოს მისი გეოპოლიტიკა მას ჭირდება მხოლოდ იმიტომ რომ აი ამ ფულზე და მასზე მის უკან დაბრუნებაზე იბრძოლოს. ამიტომ ძალიან კარგად იცის რომ BBC-ს კვლევა შეიძლება ჯერ პირველ ეტაპზე გამოდგეს და მას დაეფუძნოს ეს სანქციები რომელსაც არაერთი ვთქვათ პოლიტიკოსი თავად ბრიტანეთში უკვე
საკმაოდ ხმამაღლა საუბრობენ ამაზე და მეორე აქ ხაგამდე შეიძლება მივიდეს საქმე, იმიტომ რომ ეს ხო არ არის მხოლოდ რაღაც ოპოზიციის მიტინგების დარბევა. ეს არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. რატომ? იმიტომ რომ ქიმიური იარაღის გამოყენება არის აკრძალული და ამ აკრძალული ნივთიერების რასახელი ერქმევა მას და რომელი ნომრით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ხო ამ ფილმმა საჩვენა რომ იქ არ არის აუცილებელი რომ დავაზუსტოთ ეს. ეს უბრალოდ არის ერთ-ერთი ვერსია რომ შეიძლება ეს იყოს, მაგრამ დანამდვილებით რაც ვიცით აი ეს დოკუმენტი, რომელიც მოიპოვა BBC-მ, სადაც წერია რა ინვენტარიზაციის ის ჩამონათვალი, წერია ნომრები, ხო, UN რაღაც რიცხვები კიდე UN, მეორე რიცხვი ერთ-ერთი გაიშიფრა და მარტივი აღმოჩნდა მისი დადასტურება, ხოლო მეორე არის უფრო დიდი ფართო ქუდი, რომლის ქვეშაც უამრავი ქიმიური ნივთიერება იგულისხმება. და ყველაზე მთავარი ის გახლავთ, რომ რატომ მივიდნენ აქამდე, რომ ეს შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ერთადერთი ეს არის, რომლის გამოყენებაც ისტორიას ახსოვს. ისე არ გამოვიდეს, რომ ამაზე უარესი შემადგენლობა აღმოჩნდეს, იმიტომ რომ ვერსია ეს ამისი, იმიტომ წამოვიდა, რომ ამის გამოყენების ის პირველ მსოფლიო ომსაც იმიტომ დაუკავშირეს, რომ ამის გამოყენების ისტორიას ახსოვს და სხვა დანარჩენი უბრალოდ არ ახსოვს და ისე არ გამოვიდეს, რომ სხვა უარესი იყოს. ამიტომაც თითქოს ჩააჭირეს ამას, რომ ეს არ გვიყიდია, ეს არ გვიყიდია, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ UN რაღაცა რიცხვის არ მახსოვს ზუსტად. თქმა უნდა, არის, მაგრამ ნაცების დროსო შეიძინეს. ეხლა არ ვიცი, შეიძლება ნაცების დროს შეიძინეს მართლაც, მაგრამ ეს საკითხია, რატო შეიძინეს დაცემა, ბუნებრივია. თუ მათ შეიძინეს, ეს კითხვაც დადგება ალბათ, მაგრამ გამოყენებით ვინ გამოიყენა, ეგ არის ხო? ამაშია საქმე და მეორე მინისტრი გამოდის, და ამას უარყოფს, რომ ესე არა, ჩვენ არასდროს გამოგვიყენებია და არასდროს შეგვიძენია ეს ნივთიერება. არასდროს გამოყენებულა. ამიტომ ისინი არიან სრულიად წარმოუდგენელ გაუგებრობაში და ეხლა უნდათ ორი მიზანი აქვს, აი ამ სუსის მიერ დაწყებულ გამოძიებას, რომ აქ ახლა საქართველოში რა თქმა უნდა ყველა მიცის რომ გამოძიება არ ჩატარდება, მაგრამ არსებობს გზები, რომ ამის გარეშეც მივიდეს იქ, სადაც საჭიროა რომ უნდა მივიდეს ეს გამოძიება და ამიტომ ეშინიათ ორი რამის. არა ლაპარაკდნენ ის ადამიანები, რომლებსაც მართლა არ უნდათ რომ საქმეში, აი ესეთ საქმეში იყვნენ თანამონაწილეები, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, თვით GDD-ის თანამშრომლები აი უბრალოდ იმ ბიჭებს გულისხმობ, რომლებსაც ჯერათ რომ სწორ საქმეს ემსახურებიან, როდესაც თქვათ იგივე ჩვენს მიტინგებს არ ბევდნენ დაუშვათ ასია, ისინი არ მოაწერენ ხელს ჩვენს თუნდაც ჩვენს მიმართ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე. დარწმუნებული ვარ მე ამაში. და ეს იქნება ძალიან საშიში მათთვის, თუ კი შიგნიდან ვიღაცები ალაპარაკდებიან, ვინც დაზუსტებით იცის იქ რა ხდება, იმიტომ რომ ხო ეს ხო ისეთი სისტემა, რომელსაც ერთი კაცი და ორი კაცი ვერ აკეთებს. ამას რამდენიმე მინიმუმ რამდენიმე უწყების ჩართულობა ჭირდება, ის ვინც იყიდა, ის ვინც შემოიტანა საბაჟოს, ასე შემდეგ. ბევრია ეს საბოლოო ჯამში. ბიძინა ივანიშვილამდე მივდივართ, იმიტომ რომ ვერავინ გაბედავს ასეთი გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას, თუ არ ეკნა ბიძინა ივანიშვილის თანხმობა, იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად იცის ეს რაც არის. მეორე რაც აუცილებლად უნდა აღნიშნოთ, ცოტა გამიგრძელდა და არ გაცლი კითხვის დასმას, მაგრამ აუცილებლად მინდა ამაზე თქვა, როდესაც ამბობენ რომ ისინი BBC-ს უჩივლებენ, სადაპირებენ ჩივილს. ანუ რომელ სისტემაში უპირობ საქართველოს უზენაეს სასამართლოში არა, საერთაშორისო ხო და როგორ იმას რომელსაც deep state-ს უწოდებენ, ანუ ენდობიანი იქ, როდესაც ისინი ჩივილს აპირებენ, ახლა ენდობიანი თუ როგორ სასამართლოში ივანიშვილმა მოიგო რა თავის საქმე. რა თქმა უნდა ეს როგორ ჩანს იმ სასამართლოებს deep state-ი ვერ აკონტროლებს. ანუ ეს ასე არის. ამიტომ მოდით პირდაპირ თქვათ, რომ აი რაღაცნაირად ცუდ მეთევზეს ემსგავსება ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც გაურბის უკვე აი ეს რაღაცა რომ გონია რომ დაიჭირა თევზები, აი ბადედან გაურბის და ეხლა ცდილობს რომ რაღაცნაირად მოიხელთოს ეს და ისევ მოაგროვოს და ეს ნამდვილად ვეღარ გამოვა, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს წინააღმდეგობრივია ეს ყველაფერი და თქვენ წარმოიდგინეთ აქ ყველაზე მთავარი არის ქართველი ხალხი დაინახავს იმას რომ ბიძინა ივანიშვილი აღარავის წარმოადგენს. მათ შორის წირავს ბავშვებსაც, ხო ხა პირველ სკოლასთან ხდება ეს პირველი სკოლის გარდა იმის ბესიკის კუთხეში არის ბავშვთა ცეკვის ანსამბლის სტუდია, სადაც მეორე და მესამე დღეს ეს ბავშვები იქ დადიოდნენ, მშობლებთან ერთად ორსული ადამიანები ცხოვრობენ გარშემო. ორსულს რატო გაუსვი ხაზიც? მე ვხედავდი, როდესაც მოძრაობდით ჩვენს ოფისში, იქ ვხედავდი რამოდენიმე ორსულს, რომელიც მოკლედ აი ამ ამბავში რაღაც სრულიად არანორმალურ სიტუაციას, რომელსაც შეიძლება საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკა. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი წირავს ყველას და ყველაფერს, არც საკუთარი ამორჩეველი აინტერესებს, არ აინტერესებს აბსოლუტურად არაფერი, მთავარი მისთვის არის შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამიტომ მე მჯერა იმის BBC-ს ცალკე და მჯერა კიდევ იმის რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი ეს არის. ისი მჯერა დაგვიდეს მეორე საკითხია, მე თეორიულად არ გამოვიწყავ რომ ეს ნივთიერება არ ყოფილიყო და სხვა ნივთიერება ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ გითხრან რა ნივთიერება იყო, ამას მეორე მთელი გადაცემა
გვიტყან მე დავადგინოთ ეგზისტირება შესაძლებელი იყო გამოყენება არ შესაძლებელი იყო მე და რა დოზებით გამოიყენეს ხა იქ ყველაფერზე ყოფილა დამოკიდებული ხო რამდენი დოზით შეურა დასაშვების დოზებიც კი არ შეიძლება რომ გამოიყენოს რა წნევით გაუშვებ ამას წყალს და ბევრ ამაზე რაოდენობას და ნუ იმედია მართლა ეს რა შეიძლება საერთაშორისო გამოძიება ჩატარდება უბრალოდ მაინტერესებს პოლიტიკურად რა რეაგირება შეიძლება მოყვეს ამ ყოველთვის პოლიტიკური აქ რეალურად ნორმალურ სიტუაციაში ეს ხელისუფლება უნდა მიდიოდეს ამის საფუძველზე ხო უბრალოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თქვათ უნდა ამბობდეს რომ ეს ჩვენ არ ვიცოდით რაღაც ძალოვან მაუწყებია მაგრამ მთელი მთავრობა უნდა იცვლებოდეს რასაც რა თქმა უნდა არ ველით ისინი პირიქით ჩემი აზრით კიდევ უფრო გამძაფრდება წინააღმდეგობა მათი მხრიდან, იმიტომ რომ ზუსტად იციან ახლა თუ დათმეს ძალაუფლება, მაშინ შეიძლება ზოგიერთ მათგანს, აი ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღოს, სამუდამოდ ციხეში ჩაჯდომაც კი მოუწიოს და ეს ძალიან რთული გადასაწყვეტია. ამიტომ პოლიტიკურად რა თქმა უნდა ისინი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, მაგრამ მეორე მხარია აქ. ჩვენ დავიწყეთ უკვე მყისიერად, მანამდეც დაწყებული იყო ის ანიკა ქავთარაძის ჩვენი ერთ-ერთი პოლიტიკური წევრის, პოლიცსაბჭოს წევრის და ახლა საერთაშორისო რატო არავინ შეაგროვა ხო მართალია რა ნამდვილად უბრალოდ ისეთი ქაოტური სიტუაცია იცი რა მოდი აქ შეიძლება ცოტა მიამიტური განცხადება მაგრამ რაღაცნაირად შეიძლება იმ პირველ პერიოდში როდესაც ამას გვასხავდნენ არც კი დაუშვავენ იქ შეიძლება ქიმიური იარაღი იყოს იმიტომ რომ თვით რუსეთშიც კი არ არის ეს ხო როდიონოვსაც აი ნახეთ რას გაგახსენებთ იცით ასეთი დამცინავი ტონით მაგალითად როგორც ახლა ილაპარაკა ქართული ოცნების რიგმა წარმომადგენელმა ძალიან ბევრმა როდიონოვსაც კი არ ულაპარაკია და იმ ხალხსაც კი არ ულაპარაკია 9 აპრილის დროს მათ იცოდნენ რასაც აკეთებდნენ და ამაზე პასუხისმგებლობასაც იღებდნენ ასე ვთქვათ მოდი ასე დავარქვა და ეს ადამიანები ამას თითქოს ქილიკის საკითხად აქცევენ და რაღაც დამცინავი ტონით საუბრობენ მათ შორის ერთ-ერთ მაჭარაშვილმა მე მგონი რაღაც აბსოლუტური სისულელეები ილაპარაკა რაღაც თითქოს ვახტანგ გორგასალის დროს გამოყენა ირონიას მიმართ მარაზმია ეს ყველაფერი ნუ მე მგონია რომ ეს ყველაფერი არის თავდაცვის ინსტინქტები, როდესაც იციან ზუსტად რასთანაც აქვს საქმე და ისიც იციან რომ ეს ასე დაუსჯელი რა თქმა უნდა და ვერ გაუვათ ამას ვერ გადააგორებენ ეს არ არის ესეთი ამბავი რომელსაც თვით ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათი მხარდაჭერებიც კი მოუწონებენ მათ და ეს არის აქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. გასაგებია, მადლობა დიდი განაცემაში სტუმრობისთვის, ვანო წერეთელი იყო ჩვენი სტუმარი.